ფოთში 9 აპრილის ხეივანზე 8 წლის ბიჭსთენმა დაარტყა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მოზარდმა სხეულის მძიმე დამწრობა მიიღო. სავარაუდოდ ის ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში სარკმლიდან ჩავარდნილი ბურთის გამოტანას ცდილობდა. გვითხრენ რომ ისე იგი როცა გაიგეს ხმა ეთყობა ბავშვი იყო შესული, ალბათ ხმა გაიგეს, რა ვიცი და გაუტეხიათ კარები და გამოუყვანიათ ბავშვი. მეტი არაფერი არ ვიცი. იყო დაცული საფრთხეების. როგორ არა, ყველა კარები დაკეტილი. აი თქვენს ნახეთ, აგერ გადაუღეთ სურათი თუ გნებავთ, რა ვიცი კრიმინალური პოლიცია თუ დაგხვდავთ ნებას, გადაუღეთ. ანუ თქვენთვის უცნობია რა ვითარებაში მოხდა კარის გატეხვა? არა, კარი გავტეხეთო, მე მითხრა მოსახლემ, აი 25 ნომერის სახლი ხო არის? ამ მოსახლებმა მითხრა ჩვენ გავტეხეთ კარები. აბა რანაირად შევიდა ეს ბავშვი? რა ინფორმაცია აქვს, როგორ მოხდა ეს? შესული ეთყობა რაღაც ზევიდან არის გადამძურალი ეთყობა, რაღაც პატარა ადგილი არის ზემოთ დარჩენილი, ეთყობა იქ გადააძვრა, აცოცდა. შეაღწია შიგნით ეთყობა. ანუ კარი იყო ჩაკეტილი და კარი ჩაკეტილი იყო, თქვენ შეგიძლიათ მეთქი, რომ გადავიღოთ თუ ნებას დაგხდავს კრიმინალური პოლიცია. 112-ის ბრიგადამ პირველად სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც მორიგე ექიმი ყვება, მოზარდ სხეულის ვრცელი მიდამოს დამწრობა აღენიშნებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს დაგხვდა ქუჩაში ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა სხეულის ვრცელი მიდამოს დამწრობა. შესაბამისად, ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რაც იმ მომენტისათვის იყო შესაძლებელი და შემდგომ მოხდა გადაყვანა ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში. შესაბამისი მკურნალობისა და კვლევის ჩატარების შემდეგ პაციენტი რეანიმობილით თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. დამწრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. მას სხეულის 50%-ზე მეტი ნაწილი დაზიანებული აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.